Toyota-მ საქართველოს ბაზარზე ეკოლოგიურად უფრო სუფთა, მისაღები და დახვეწილი დიზელის ძრავზე მომუშავე RAV4-ის და Corolla-ს ოფიციალური გაყიდვები დაიწყო. მსოფლიო ბრენდის ახალი მოდელები, რომლებშიც სრულიად არის დაცული გამონაბოლქვის ევრო სტანდარტები, ევროკავშირის ქვეყნებში უკვე წარმატებით იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიერიდან კი ეს ავტომობილი ქართველი მომხმარებლისთვის ხდება ხელმისაწვდომი. სწორედ ამის გასარკვევად ვეწვიეთ ავტოცენტრს. ჩვენ ვიმყოფებით Toyota ცენტრ თეგეტაში, რომელიც არის ახალი Toyota-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. უკვე რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე ვიმყოფებით და საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს Toyota-ს მოდელებზე. ამ ეტაპზე სიახლე გვაქვს, ეს არის RAV4-ისა და Corolla-ს დიზელის ძრავის მქონე ავტომობილები, რომელიც საკმაოდ დიდი პლუსია ქართველი მომხმარებლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავის ხარჯი ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილებზე. მომხმარებელს ვთავაზობთ ბანკ რესპუბლიკასთან ერთად უნიკალური პირობების მქონე ავტოგანვადებას, რომელიც გავრცელებულია RAV4-ზე, Corolla-ზე, Prado-ზე და Land Cruiser 200-ზე და გვაქვს საკმაოდ დიდი არჩევანი საჩუქრების და სასწავლო მომხმარებლებს შეუძლია მობრძანდნენ და ვისარგებლონ ამ ავტოგანვადებით. Toyota ცენტრი თეგეტა მდებარეობს ვაკეში, უნივერსიტეტის 6 ნომერში. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდეთ დილის 9-დან საღამოს 7-მდე. ნებისმიერი მანქანა გატესტოთ, ტესტ დრაივზე ყოფს თითქმის ყველა ავტომობილი და თუ მოგეწონებათ, შემდეგ გათხოვნა შეიძინათ. 19 ნოემბერს Toyota-ს ოფიციალურმა დილერმა საქართველოში Toyota-ს ცენტრმა თეგეტამ მომხმარებელს წარუდგინა Camry-ს ახალი მოდელი, რომლის შეძენაც მომხმარებელს უკვე შეუძლია. დიზელის ძრავზე მომუშავე RAV4 საქართველოში შეზღუდული რაოდენობით შემოვიდა და მისი შეძენა 2015 წლის მეოთხე კვარტლამდეა შესაძლებელი. ჩვენ ვართ Toyota ცენტრ თეგეტაში და ახლა გვინდა რომ გავტესტოთ ახალი RAV4, რომელიც საკმაოდ მარტივი სამართავია, სიახლეა საქართველოში, დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომანქანა. ასევე ყავს ახალი Corolla, საკმაოდ ეკონომიურია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ფიქრობ მისაღები იქნება. და კიდევ ერთი პლუსია ქართველი მომხმარებლისთვის და კომფორტი ის, რომ ეს მანქანა მუშაობს დიზელზე. დიზელი, რა თქმა უნდა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საწვავის ხარჯი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილები. ესა მე ხშირად არ მიწევს ახლა მანქანას გვერდზე, მე საერთოდ უფრო დაჭესთან, მაგრამ და უფრო თუ გინდა შეაფასო მანქანა, უნდა გვერდით დაჭდეო, ესეც ბევრისგან დამიგია, იმიტომ რომ გვერდიდან უფრო ბევრ ამეს აღიქვა, მაგალითად უფრო სირბილეს და ფოტოშოპს არ ვიცი რა დავუბრალოთ, ახალია და იმიტომ და საერთოდ ნუ რა თქმა უნდა ახალია, ნუ ზოგადად Toyota-ს მანქანები გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ კარგად დადის როგორც ვთქვათ, სულ გზაზე, ასევე კარგ გზაზე. და საკმაოდ კომფორტულია, იმდენად მარტივი სამართავია, რომ ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვა ახლა იწყებს მართვას და ასე შემდეგ, ისიც კი ადვილად შეძლებს ამ მანქანის მართვას, პოტრიალობთ. კი, ახლა გადავიარეთ პატარა გზობაში. მგონი არ იგრძნობოდა. კი, ძალიან გადავედით. კი, ნამდვილად. ყავს ხო Toyota-ს ესეთი მანქანები, რომ მომხმარებელი მოვიდეს დაჭდეს გაატაროს. კი, ან ტესტ დრაივზე ყავს თითქმის ყველა მანქანა, რომელსაც რეალურად ვყიდით დღესდღეობით. ანუ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს, შეაფასოს ავტომანქანა, ან თვითონ გაატაროს და როგორი ამ შემთხვევაში პარკინგ კონტროლი გვეხმარება, იმისთვის რომ კარგად დავაპარკინგოთ. ანუ კომპლექტაციები სხვადასხვა გაქვს? კომპლექტაციები სხვადასხვა არის, შესაბამისად ფასიც განსხვავებულია, არსებობს დაბალი კომპლექტაცია, არსებობს მაღალი კომპლექტაცია. და საშუალო, ნუ ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული უკვე მომხმარებელს რამდენად მიუწვდება ხელი და რომელს აირჩევს, რა თქმა უნდა, გემოვნებაზე, კი, ფერებიც ანუ გვაქვს თეთრი, გვაქვს კაპუჩინოს ფერი, გვაქვს შავი, ნაცრისფერი და რუხი და ასე შემდეგ. ფაქტიურად ეს არის 5 ადგილიანი. კი, ფაქტიურად 5 ადგილიანია. ზემოდან უყურებ ყველაფერს, საკმაოდ დიდი კომფორტია იმისთვის, რომ ქალბატონებისთვის განსაკუთრებით, ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. მაინც მოჯიბო ვარიანტი, SUV ხო ეს? დიახ, ანუ უფრო ჯიპის ვარიანტია, რაც თქვა ხო იცი, მამაკაცებზე უფრო თუ გიყვარს ანდილოსანიო, უყიდე რაღაცა მოჯიბო მანქანა და თუ არ გიყვარს სპორტული მანქანა უყიდე, ბალე დაინტრევა და მე მგონი ბევრი მამაკაცი ამას გაითვალისწინებს. ჩვენ ვაყურებელს მივცემ პირობას, რომ ამ მანქანას აუცილებლად იხილავენ ახლო მომავალში ეს ტრაჯი.
მაგრამ ახლა მე უბრალოდ Toyota-ს ცენტრი მინდა კარგად შევისწავლო და რა მანქანებია და უფრო დასათვალიერებლად მოვა. დიახ. შემიძლია სხვა მანქანებიც განახოთ იგივე. ჩვენიერი პატარა test drive-ი გამოგვივიდა. მოკლედ მარიამ მე მადლობის მეტი არაფერი თქვი დროებით და გემშვიდობები. კარგად განდევა და დაბრუნდით ჩვენთან. კი, აუცილებლად და ყველას ვეთქვი რომ მართლა კაი მანქანებია და მართლაც რომ ეს არის იაპონური ხო წარმოების და არ არის რაღაცა სპეციალური დილერები ვართ Toyota-ზე და საკმაოდ კარგი ფასები შეგვიძლია შემოგთავაზოთ. მოგწონდით ჩვენთან აუცილებლად უნივერსიტეტის 6 ნომერში. აგრეთვე ვესტუმრეთ უკვე ყველასათვის კარგად ცნობილ Toyota-ს ცენტრს, რომელიც 97 წლიდან ფუნქციონირებს და დავათვალიერეთ იქ მყოფი ავტომობილებიც. ჩვენ ვიმყოფებით Toyota ცენტრი თბილისში, რომელიც 97 წელს დაარსდა და ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებელთა მოთხოვნებს. გარდა ამისა, მივსდებთ საავტომობილო სფეროში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს. დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ეკოლოგიაზე ზრუნვა და ვფიქრობ, რომ ის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვამზადებთ ჩვენი მომხმარებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარამეტრითაც. კერძოდ ეს არის ორი ლეგენდარული მოდელის Toyota RAV4-ისა და Corolla-ს დიზელის Euro 4 სტანდარტების მოდელები. ამ შემთხვევაში მასტიმულირებელი ყიდვის დროს ისეთი კრიტერიუმებია, რომელზეც მომხმარებელი ნამდვილად ვერ იტყვის უარს. პირველი ეს არის ეკონომიურობა, ანუ ნაკლები დანახარჯი 100 კილომეტრზე. RAV4 შემთხვევაში ეს არის 6.5 2.2-იანი ტურბო დიზელი 157 ცხენის ძალით 4 ცილინდრიანი. Corolla-ზე კი არის 1.4-იანი მექანიკური კოლოფით. Corolla შემთხვევაში საწვავის მონაცემი ასევე ძალიან საყურადღებოა, ეს არის 3.9. დიზელი RAV4 შემთხვევაში იქნება ორი მოდიფიკაცია, კონკრეტულად $30,000-დან $33,000-მდე ამ ფარგლებში. დაბალ შესრულებაში იქნება ყველაფერი, ანუ მაქსიმალური შესრულებით გამოდის, ოღონდ არ იქნება მხოლოდ ღილაკი დაკოქვა და ტყავის სალონი. რაც შეეხება უკვე მაღალ შესრულებას, ემატება ეს ორი პარამეტრი, როგორც არის ტყავის სალონი და ღილაკი დაკოქვა. დღეს უკვე ეს სიახლე ჩვენთან არის შოურუმში, გაყიდვაში თავისთავად და უპირატესობები რომ გამოვკვეთოთ კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს ჩვენი მომხმარებლისთვის, ეს არის ეკონომიურობა, ნაკლები გამონაბოლქვი და რაც ყველაზე მთავარია ძრავი, რომელიც არის 2.2-იანი ტურბო დიზელი, ბევრად უფრო დინამიური, ბევრად უფრო მოქნილი და ბევრად უფრო მძლავრი. Toyota ცენტრი თბილისი და VTB ბანკი კონკრეტულად მომხმარებლებს გადასცემენ ზამთრის აბურავებს საჩუქრად, ასევე ერთწლიანი დაზღვა და კიდევ უამრავი სიურპრიზი ელის აქ მოსულ მომხმარებელს, ასე რომ ნამდვილად ღირს რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღოთ დიზელი RAV4-ის ყიდვაზე და მოგწონდეთ ისარგებლოთ VTB-სა და Toyota ცენტრის ახალი აქციით.